26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისის მსგავსად რეგიონებშიც მრავალფეროვანი შემეცნებით გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენას უმასპინძლა. გამოფენა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თელავის მერიისა და თეატრის მხარდაჭერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის საერთაშორისო კავშირების კულტურისა და განათლების კომისიის ორგანიზებით გაიმართა. საგამოფენო სივრცეში 16 მხატვრის 60-მდე ფერწერული და სკულპტურული ნამუშევარი გამოიფინა. ამ გამოფენის მოწყობის იდეა გაცილებით ადრე ჩაისახა, თუმცა ჩვენ ველოდებოდით 26 მაისს, ჩვენ საგანგებოდ დაუკავშირეთ ეს დღე, რათა გვემასპინძლა ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი კოლეგებისათვის თელავში, მეფის სატახტო ქალაქში, სწორედ იმ მეფისა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება იბრძოდა საქართველოს გამთლიანებისთვის და თავისუფლებისათვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოფენის ჩამოსვლა თელავში. იმიტომ რომ ჩვენ აქ გვაქვს არაჩვეულებრივი სამხატვრო ტრადიცია. ძალიან სიმბოლურია ის გარემოებაც, რომ დღეს აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრებს უერთდება ჩვენი ადგილობრივი მინანქრის სახელოსნო სხივი. მინდა მიულოცი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მივესალმებით განსაკუთრებით ჩვენ სტუმრებს, რომლებმაც წარმოგიდგინეს ულამაზესი ნამუშევრები და ვიმედოვნებ, რომ ძალიან ახლო მომავალში უფრო გრანდიოზული გამოფენა ჩავტარდება აფხაზეთში და სრულიად საქართველოს მიულოცავთ აფხაზეთიდან კეთილდღეობას. ნიშანდობლივი ის არის, რომ დღეს ეს თელავში ხდება მეფე ერეკლეს ქალაქში. ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ საზოგადოებამაც და საერთოდ ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ კულტურა სახელმწიფოებრიობის ხერხემალია. და ამ კულტურულ ქალაქში ჩვენი გამოფენა ასევე მნიშვნელოვანია, თუნდაც იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაჟღერდა აფხაზეთი და მე მივიჩნევ, რომ საჭიროა, რომ ის ჟღერდეს ყველა რეგიონში საქართველოს, შეიძლება ყველა ქალაქში, რადგანაც ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია. შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელავის მერის პირველმა მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა, გამოფენის იდეის ავტორმა მსახიობმა ვანო იანტველიძემ, თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის საერთაშორისო კავშირების განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ხატვარმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამას ხუბუამ შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ძლიერ და ერთიან საქართველოში ცხოვრება უსურვეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დევნილმა მხატვრებმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადეს და აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის საქმეში მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებულად აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს, იქ ამჟამად მაცხოვრებელ ადამიანებს, ამ ტკივილისადმი, ამ პრობლემისადმი განსაკუთრებულად სათუთი, სენსიტიური დამოკიდებულება გააჩნია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებს, დასტურია თელავის აი ასეთი დამოკიდებულება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრებისადმი, საერთოდ დევნილი საზოგადოებისადმი წარმოდგენილი იყო დღეს არაჩვეულებრივი ნამუშევრებით ახალგაზრდა და ცნობილი აფხაზეთის მკვიდრი მხატვრებისა, რომლებიც ჩვენ და საამაყოდ და ჩვენ და სასახელოდ ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებენ. დიდი მადლობა მინდა მოახსენო ქალაქ თელავის მერიას, ბატონ ვანო იანტველიძეს, ჩვენს მეგობარს, პიროვნებას, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი თეატრისათვის. ჩვენი მხატვრები ღირსეული ნამუშევრებით წარდგნენ სტუმრების წინაშე. ხო ხედავთ, რამდენი ხალხი მოვიდა და თითეული ნამუშევარი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჯერ ეგრეთ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არასოდეს არ უნდა დაგვაუწყოს აფხაზეთი. იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც იზრდებიან, ვინც ჯერ ნამყოფიც არ არის და არც კი იცის რა არის, იმათვის კიდე ახალი მეხსიერებაში გაჩენა ემოციის და არაჩვეულებრივი მხატვრები არიან. შენ თუ
გააქვს შენში ეს ემოცია, მიხვდები რომ ეს ის ტკივილია. ვიღაცას ახსოვს, ვიღაცას უყვარს, ვიღაცა კიდე ტაშუქრავს, შემოქმედებით ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გამოფენა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა სხვადასხვა თაობის დევნილი მხატვრების მთავარი საქმელი აფხაზეთი და მათი თვალით დანახული აფხაზეთის პრობლემა იყო. საგამოფენო სივრცეში ტიხრული მინანქრის სალონს სხივის თანამშრომლების ნამუშევრებიც იყო წარმოდგენილი. მხატვრებმა აფხაზეთიდან მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ჩემთვის დიდი პატივია ამ ქალაქში სტუმრობა, წარმოვადგინე 6 სხვადასხვა ტიპის ნამუშევარი, თუმცა ძირითადად მაინც ერთ თემატიკაზე ვმუშაობ, ეს არის დაბრუნების თემატიკა, მონატრების თემატიკა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა. დღეს მთელი საქართველოს დღეა, ერთიანობის, მომავალი გამარჯვებების დღეა და ძალიან მიხარია, რომ თელავში მოგვიწვიეს ჩვენმა კოლეგებმა და რაღაცა ამითი თითქოს კიდევ ერთხელ ხაზი გაისვა, რომ ჩვენ ერთად ვართ და ერთიანი ვართ და განსაკუთრებით მხატვრები ყველგან მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ერთად ვართ. ძალიან მოხიბლული ვარ კიდევ ერთხელ ჩვენთვის ცალსახად გახდა ნათელი, მათი ტკივილი, ყველაფერი ეს გადმოცემული ნახატების სახით არის მართლაც საოცრება. ჩვენი ქალაქი დღეს ასევე მასპინძლობს ტიხრული მინანქრის გამოფენას, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც გახლავარ მე. ჩვენი ნამუშევრები წარმოდგენილი არის სტენდზე. მოგვიანებით ღონისძიების მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სახალხო ზეიმს შეუერთდნენ, სადაც განსაკუთრებული განწყობა სუფევდა. მეფე ერეკლეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო პავილიონები, შემეცნებითი და გასართობი კუთხეები, წარმოდგენილი იყო საინფორმაციო საგამოფენო სტენდები, სამხედრო ტექნიკა და საქართველოში არსებული კონფლიქტების თემაზე ფოტოები. მოქალაქეებს ადგილობრივი წარმოების ღვინოების დეგუსტაცია შეეძლოთ. ეს დღესასწაული არის ყველას. ჩვენ დღეს განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა აფხაზეთიდან მხატვრებმა აქ თავისი ნამუშევრები წარმოადგინეს, რამაც ძალიან კარგი და დიდი ინტერესი გამოიწვია. და ეს რა თქმა უნდა სიმბოლური არის, იმიტომ რომ არასდროს არც ერთ კუთხეს არ უნდა ჰქონდეს ერთი წუთითაც გაწყვეტილი კავშირი ერთიან საქართველოსთან. აფხაზეთი დროებით არის ოკუპირებული, დროებით არის ის გაუცხოება, რაც არის ქართველსა და აფხაზს შორის, მაგრამ ნამდვილად 26 მაისი ეს არის პირველ რიგში თავისუფლების დღე, ეს არის პროგრესის დღე, ეს არის განათლების დღე, ეს არის თავისუფლებისგან სწრაფვის დღე და ეს აუცილებლად გაგვეერთიანებს ჩვენ კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ 26 მაისს. მივულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს 26 მაისს. ეს არის ისტორიული დღე. ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ თელავში, კერძოდ ერეკლემეური სახლ-მუზეუმში. მინდა ასევე მივულოცავ თელაველებს, მივულოცავ შესანიშნავი დღესასწაული და სრულიად ერთს მინდა ვუსურო გაბრწყინება და რაც მთავარია აფხაზეთის დაბრუნება. ყველას მივულოცავთ 26 მაისს. ჩვენ რასაც ვისურვებდით, ყოფილიყო საქართველოს მშვიდობა, გაერთიანება და სიყვარული და სიხარული ყოველთვის. мотивация ძლიერი გვაქვს. გვემსახურებით საქართველოს. სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე დღის განმავლობაში ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად ცნობილი ჯგუფებიც გამოდიოდნენ. ქალაქს ბევრი სტუმარი ყავდა, მათ შორის იყვნენ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები. პირველ რიგში ყველას ულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ყველა ქართველს და ყველა საქართველოს მოქალაქეს. ისეთ ქალაქში ვართ, ერეკლე მეფის ქალაქში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და განსაკუთრებული მეფე იყო საქართველოს ისტორიაში. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. აფხაზეთს განსაკუთრებით ულოცავ, იმიტომ რომ მე თვითონ იქიდან ვარ და უსურვებდი ჩემ თავს და მთელ საქართველოს, რომ მომავალი 26 მაისი სოხუმში აი ესეთ ვითარებაში აღმოეჩინოს. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ვუსურებ საქართველოს გამთლიანებას, გაძლიერებას და ერთობას ვუსურებ. სახალხო ზეიმი ყველაზე მეტად პატარებს უხაროდათ, რომლებიც უფროსებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული სანახაობრივ ღონისძიებებში. გილოცავთ ყველას 26 მაისს, მე მიხარია რომ აქ ვარ და ვერთობი. მე მინდა რომ სრულიად საქართველო იყოს ძლიერი და ერთიანი. ყველას გილოცავთ მაისს. ყველას გილოცავთ 26 მაისს.